მოგესალმებით, ეს არის გადაცემა მომავალი თაობა. დღეს ჩვენ გვყავსო სკოლის მოსწავლეები. ელენე ბუაძე 55 სკოლის მოსწავლე, რატი გულაშვილი 51 სკოლის მოსწავლე, გვანცა იაშაღაშვილი 71 სკოლის მოსწავლე და ანანუ მაჭავანი 171 სკოლის მოსწავლე. დღეს ჩვენი თემა არის როგორ მართოთ სკოლა და ჩვენ შევეკითხებით ჩვენ თანატოლებს თუ რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით. თქვენთან მინდა გადმოვიდე და თქვენ გითხოთ პირველი კითხვა. თქვენი აზრით მიღებულია თუ არა თქვენთვის დღევანდელი სკოლის წესები, განათლება და რა მოგწონთ მასში? რასაკვირველია ეს რაღაც საკითხები, რომლებიც დღესთვის ჩვენთვის საკმაოდ მისაღებია და რაღაცას ჩვენ ალბათ მაინც შევცვლიდით. კონკრეტულად რას თუ უმეტესობა რაც ჩვენ ხდება მისაღებია ჩემთვის. არის რაღაც დეტალები, რომლებიც ახლა ალბათ ვერ ჩავთვლით ყველაფერს, მაგრამ ამ მცირე რაღაცები რის შესვლაც შეიძლება. ჩემი აზრით, მისაღებია წინა წლებთან შედარებით ახლა უკეთესად არის სწავლა ყველა და მეთანხმება ამაში. მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ სკოლა არ გვამზადებს იმ დონეზე, რომ ჩვენ, რეპეტიტორების გარეშე ჩავაბაროთ გამოცდება. მართლა გაუმჯობესებული არის ხა მართლა ყველაფერი შაშანდელ წლებთან და იმის წინაც შედარებით, მაგრამ როგორც რატი თქვა, უფრო არ არის იმ დონეზე განვითარებული, რომ მართლა რეპეტიტორების გარეშე შევძლოთ, რომ გამოცდები ჩავარდეთ. ჩემი აზრით ეს უნდა გაითვალისწინოს ეს ყველამ და როგორმე ან დონე უნდა დაწიონ დაბლა, ან სკოლაში უნდა ჩამოყალიბდეს გარკვეული დამატებითი გაკვეთილები, რომლებიც შეგვაძლევდნენ ჩვენ, რომ ეს გამოცდები ჩავაბაროთ. მე არ დავეთანხმებოდ იმასთან დაკავშირებით, რომ სკოლა იმ დონეზე არ არის, რომ რეპეტიტორები არ დაგვჭირდეს, რადგან ჩემთვის ეს თვითონ მოსწავლეზეა დამოკიდებული, მაგალითად, ჩემი კლასელმა ისე ჩააბარა ექსტერნი გამოცდები, რომ არც ერთ მასწავლებელთან არ მომზადებულა. ანუ თავისით, დიახ, ეგ მოსწავლეზეა დამოკიდებული, ვისაც უნდა რეპეტიტორებთანაც არის სწავლის და არც სკოლაში, ვისაც უნდა ორივე განისწავლის. თქვენ რომ სკოლის დირექტორი იყოთ, რა შეცვლიდით დღევანდელ სკოლებში? დღევანდელ სკოლებში რა პრობლემა აქვთ უფრო სკოლაში ისეთი მოსწავლეებს, რომ თქვენ რომ ყოფილებავით შეცვლიდით? პრობლემა არის არების რიცხვთან დაკავშირებით, რადგან არის შემცირებული უფრო და ამაზე არის ერთი ვაივიში უბედურება, რომ ეს ჩვენ მდგომარეობაში არ შედიან, ჩვენ გაცდენთ თუ მოგვიწევს ავადვართ რაღაცა. ჩემი აზრით რაღაც მხრივ ეს დადებითიც არის, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, შატალოებს აღარ აქვს. დიახ, უფრო ხშირად ხდება იმის გამო, რომ უბრალოდ აცდენენ არაფრის გამო და შემცირებულია ეს რიცხვი და მე მგონი დამეთანხმებით, რომ სიმკაცრე უნდა იყოს სკოლაში გაკონტროლება. სკოლა ისეთი დაწესებულებაა, სადაც ბავშვებმა უნდა ვისწავლოთ, მივიღოთ განათლება, ვისაც არ სურს, არ სტარბობს. ისეთი პრომტექნიკუმები, სადაც შეუძლიათ ჩაბარება და მე-9 კლასის დამთავრების შემდეგ ისწავლონ ჭრა, კერვა და ასე შემდეგ და რა ვიცი. ერთ რამეს დავუმატებ კიდე, თქვა რომ გასანების რიცხვი არის საკმაოდ შემცირებული ეს გამოცდებთან დაკავშირებით და ჩემი აზრით, შარშან მგონი არ იყო, მაგრამ შარშან წინ იყო ეს, რომ გარკვეული ექიმის ცნობა მიქონდა, რომ დაუშვათ იყავი ავად, გქონდა დაუშვათ ბატონები ან რამე და გრძელდება მთელი 2 თუ 3 კვირას და გამოცდები გიგროვდება და იქნება და მე კიდე გახდეთ ცუდად და ჩემი აზრით უნდა გაითვალისწინოს ესეც სკოლამ, რომ ავად ხარ და უნდა გაგიწიოს ამ გარეშე. აქ ის ფაქტორიც მუშაობს, რომ რაც არ უნდა ავად იყო, ხო ხარ ავად თქვა, მაგრამ იმ გასცენილ საათებს ვეღარ დავვნოთ გაკვეთილებს და ამის ამენასაურებელი რაღაც უნდა იყოს გენამდვილად. არების საკითხი ჩემთვისაც გაუგებარი იყო, იმიტომ რომ ითვლება რომ არის რაღაც საპატიო არები და არასაპატიო არები და ეგ იყო შარშან არასაპატიო არები, რომელსაც არ გვითვლიდნენ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო თუ ცნობას წარედგენდი არასაპატიოს და მაშინ რაღაცა ქვია არასაპატიო არა ჩემს გაუგებარი იყო რომ წარუდგენდის ნებას თუ არა, წლის ბოლოს თუ გიგროვდება რაღაც 20%, მაინც გიწევდა სამინისტროში გამოცდის ჩაბარება და მაშინ ეს გაგება თუ ესე იქნება, ეს გაგება რომ საპატიო და არასაპატიო არა, აღარ უნდა იყოს. არებს მეც ვეთანხმები, არ უნდა იყოს ესეთი მცირე რიცხვი. მე რომ დირექტორი იყო, შევცვლიდი ალბათ უფრო მეგობრული ვიქნებოდი ბავშვების მიმართ და რაღაც საათებს დაუთმობდი ბავშვებს, რომ ესწავლებინონ ჩემი საგანი. და ამით უკეთესად გავიგებდი ჩემი სკოლის არსებული პრობლემების შესახებ. და თქვენ შეიძლება ეს არების რიცხვი არ არის დირექტორზე დამოკიდებული, ყველა სკოლაში ერთი და იგივე რიცხვი არის, ეს მოდის სამინისტროდან და არა დირექტორიდან. არაფერი ფუნქცია არ აქვს შეცვლასთან დაკავშირებით. მას დირექტორი არ წყვიტავს, ეს მინდა და წეღან შენ ახსენე, რომ სკოლაზე დირექტორთან უფრო მეგობრული ვიქნებოდიო და
თქვენ გქონიათ ისეთ ყოლიათ ისეთი დირექტორი მაგალითად ვისთანაც უსიამოვნება შეხვედრიათ თუნდაც არების გამო თუნდაც საპატიო და არასაპატიო არების გამო ანუ რატო თქვი ეს შენ არ მქონია მაგრამ მე ვთვლი რომ შეიძლება დირექტორი იყოს უფრო მეგობრული ბავშვების მიმართ ხშირად ესაუბრებოდეს მათ თავიანთ პრობლემებზე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ გაკვეთილების ჩატარება დირექტორის მიერ იქნებოდა ბევრი პრობლემის გადაწყვეტის საშუალება. დაფიქსირებულია შენი აზრი. თქვენი აზრით საჭიროა თუ არა განათლების სისტემის ევროპულ სტანდარტებზე გადასვლა? იმას თუ გავითვალისწინებთ რომ ჩვენ ქვეყანას აქვს იმის პრეტენზია რომ ევროპული ქვეყანა იყოს, ამიტომ კი, მაგრამ რასაც ჩვენსაც შევინარჩუნებთ, ეს უფრო ჩემი აზრით კარგია და არა სხვას გამოვეკიდებით რაღაც რევანებში. ხო, მაგრამ ჩვენ ხო უკვე ნაწილი გადმოსული გვაქვს ევროპის განათლების სისტემისგან. ჩვენ ხო ეგრე ვთქვათ, ჭყალებში რო ვთქვათ, მოპარული გვაქვს ევროპიდან განათლების სისტემა. ანუ თქვენთვის ეს მისაღებია ხო, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული სასწავლო ცენტრების მაგალითად დონე. მაგაში ცუდი მართლა არაფერი არა, ერთადერთი ისაა, რომ აი წელსაც რომ შეცვალეს დაუშვათ ქიმიას თუ ვიწყებდით მერვე კლასიდან, ახლა მე-7-დან დაიწყო და საკმაოდ დიდი პრობლემები შეიქმნა. და ჩემი აზრით უნდა გაითვალისწინოს ესეც სახელმწიფომ და შეეცადოს, რომ გარკვეული ანგარიში გაუწიოს ამ ბავშვებს, ან კატის გამოცდები რომ მოხსნან, მგონი მოხსნეს ახლა. ანუ ხო, საატესტატოები და თვითონ სკოლამ რომ დააწესოს ეს გამოცდები და მასწავლებელმა რომ ანუ როგორც ხანდა მე ვფიქრობ რომ მართალი არის, კარგი არის ჩვენი, ანუ ეს ხომ არის რაღაც ადაწესი და ძველებური ქართული რომ შევინარჩუნოთ. მე ვფიქრობ რომ უნდა ავიღოთ ის რაც ყველაზე ხელსაყრელია და მე ვფიქრობ პედაგოგმა, განათლების მინისტრმა და ასე შემდეგ უნდა იცოდეს რომელი იქნებოდა ყველაზე უკეთესი სწავლის, ანუ ასე ვთქვათ, დონე, ხო. დონე არა, ანუ თვითონ ის მასალა რომელიცთან შეისწავლოს მოსწავლემ და დავითახები რომ ძალიან დიდი პრობლემები შემექნა მე პირადად იმიტომ რომ არ გქონდა ჩვენ და ანუ ჩვენ ტოლებს ყველას რომ არ გქონდა წინა წელს გავლის საგანი და ჩვენ ახლა ვიწყებთ საგანს რომელიცაც შუიდან რომელიც საერთოდ არ გაგვიგება და პირველად გავიგეთ. ხო, მაგრამ აქ ხო მარტო დირექტორზე არ არის დამოკიდებული, აქ ხო პედაგოგები არაფერს შეერა, ესაც საერთოდ განათლების სამინისტროს მოგონილი. ჩვენ თუ რაიმე პრეტენზიები გვაქვს, ჩვენ არ უნდა გქონდეს დირექტორზე, ხო? პრობლემები ეს მოდის განათლების სამინისტროდან და განათლების სამინისტრო ეუნება დირექტორს, რომ შენ გაქვს ეს უფლებები და შენ უნდა გააკეთო ეს და არა სხვა რაიმე. ხო, ჩვენ რატო ადანაშაულებთ ყოველთვის დირექტორს, რატო ვეხებით, როდესაც დირექტორის შემდეგ უფრო დიდი და მაღალი ფენები მოდიან. ამიტომ ეს ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ. ეს სწორედ განათლების სამინისტროს, ასე ვთქვათ, შეცდომა თუ არის როგორ უწოდა, რომ ანუ ჩვენ ეს დიდი პრობლემები შეგვექმნა ამ საკითხთან დაკავშირებით. კარგია, თქვენთვის მისაღები დირექტორი, აი როგორია, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენთვის მისაღები დირექტორი? ჩემი აზრით პირველ რიგში უნდა შეეძლოს მოზარდებთან ურთიერთობა. პირველ რიგში უნდა ისმოდეს დაუშვათ მათი პრობლემების იქნება და რაიმე ოჯახში აქ ან ფინანსური პრობლემები ან სხვა რამე. რაც ხელს უშლის რომ ან სკოლაში იაროს, ან უბრალოდ მონაცემები არ აქვს იმისი, რომ კარგად ისწავლოს. პირველ რიგში უნდა ესმოდეს. მეორეც ის უნდა იყოს რომ ეს ზალატა ესირიძინას რასაც ეძახიან, რომ არც იქით, არც აქეთ უნდა იყოს მომთხოვნი, მაგრამ არა ზედმეტად. გასაგებია, თქვენი არ გაქვთ რაიმე მოსაზრება დირექტორებთან დაკავშირებით? აქ იყო ნახსენები, რომ დირექტორი უნდა იყოს მეგობრული, მაგრამ ძალიან სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ დღევანდელ ჩვენ ახალგაზრდას მეგობრობას ცოტა სხვანაირად ესმის, რომ ან ხელს გადაახვევთ, ან ცოტა ჟარგონზე დაელაპარაკებ. ის სხვა არის, მაინც უნდა იყოს მოსწავლესა და დირექტორის შორის, მარტო მეგობრულად და ხელსვეტყვი და პატრიცემა ელემენტარული უნდა გქონდეს. რა თქმა უნდა, ამყარებს ეს დისციპლინას, როგორც საზღვრის ფარგლებში, აი მაგალითად მე რომ მომთხოვნი ხა მე 11 კლასს დავამთავრო ლამის სკოლა, ფორმა ჩაისვი, მე ვერ ჩავიცემ, იმიტომ რომ ის დანარჩენი 10 წელი მე ფორმა არ მიცვა. და ხო გთხოვენ დიდ კლასებში ეს შენთვის თან არის გამოყოფილი რომ პირველ და მე-12 კლასელებს არა, მაშინ ჩვენ რატო ეგ პროტესტიც ჩნდება მოსწავლეებში. როგორ ფიქრობთ, დღეს ტექნიკური საგნები უფრო აქტუალურია მოზარდებში თუ ჰუმანიტარული? და რატო? ჩემი აზრით ჰუმანიტარული უფრო აქტუალურია, ასე ვთქვათ, უფრო მოთხოვნადია, იმიტომ რომ ტექნიკური, ასე ვთქვათ, ბევრ აზროვნებას მოითხოვს, უფრო სიღრმეებში წასვლას მოითხოვს. ხო, მაგრამ სკოლა ხომ ისეთი დაწესებულებაა, სადაც ჩვენ სწავლას მოვითხოვთ. სწავლას მოვითხოვთ, საქმეც მაგაში გვინდა რომ განათლება მივიღოთ, ხო? აი, შედეგი გვინდა, მაგრამ ამ შედეგისთვის ბრძოლას უარს ვამბობთ.
მაშინ რატო დავდივართ სკოლაში? ანუ ეს სკოლაში ჩვენ იმიტომ დავდივართ, ეგრე გამოდის, რომ ჩვენ არ გვინდა სწავლა, მაგრამ უბრალოდ მშობლები გვაიძულებენ, რომ ჩვენ ვიაროთ სკოლაში, ხო? ეს არის ჩემი გარშემოყოფი თანატოლებისგან ძალიან ხშირად მოდის ეგ არგუმენტი, რომ მე სულ არ მინდა, მაგრამ დედაჩემი მაიძულებს. რატომ უნდა, ანუ არ უნდა იყოს თქვენ მომხრე ხართ იმისა, რომ თუ ბავშვს და მოსწავლეს არ უნდა სწავლის მიღება და განათლების მიღება, ესე იგი ის არ უნდა დადიოდეს სკოლაში, ხო? არ უნდა დადიოდეს. ანუ სავალდებულოს განათლება ხომ არის მე-9 კლასამდე. მერე არის პროფესიული სასწავლებლები, ხო? არიან მოსწავლეები, რომელსაც არ უნდა სწავლა, მაგრამ მე უმაღლეში ვერ ჩავარებ, სკოლას ვერ დავამთავრებ. არის პროფესიული სასწავლებელი, მაგრამ ეგეც არ უნდათ. მაგრამ რო აბარებენ უჩდება, რო ვერ აბარებენ უჩდებათ უკვე ისეთი ინიციატივა რომ აი რატო ვერ ჩავაბარე მე ხო სწავლობდი სკოლაში მაგრამ იმაზე კი არ ფიქრობენ თუ რა სწავლობდნენ იქ უბრალოდ რომ დადიოდნენ არანაირ ყურადღებას რო არ აქცევდნენ გაკვეთილს მასწავლებელს შეურაცხყოფას აყენებდნენ თვალთ მაქცევდნენ ამ ყველაფერს არ უყურებენ და ამიტომ არის გამოწვეული ამდენი რამე რომელიც საკითხი არის აქტუალური ხო? დღეისთვის ჩვენ სკოლაში შევისწავლეთ ყველა საკითხს, მაგრამ მე ვიყოფით და ზოგი მიყვება უფრო ჰუმანიტარულ საგნებს, ზოგი არა. და მე ვფიქრობ, რომ ეს მუდამ იყო ესე და ესე იქნება, რომ არ იქნება ზოგადად უფრო პრიორიტეტული, იმიტომ რომ ყველას თავისი ნიჭი აქვს, ყველას რაღაცა აქვს მიდრეკილება და ეს იყოფა ყოველთვის და ყოველს ალბათ სხვადასხვა არ არის ერთი რაღაცისადმი უფრო დიდი. აი, პირადად ჩემი გვი ძალიან ცოტა არის ერთ ბავშვთა რიცხვი, რომელიც ტექნიკურ საგნებს მიყვება. იმიტომ რომ რაღაცა უნდა თქვა ფიზიკის ჩაბარება, მაგრამ აღმოჩნდა რომ ფიზიკა რთულია. აბარებს ამიტომ გეოგრაფიას სიტყვაზე, ან ისტორია ხო წლები არის, რაღაც ჰუმანიტარული ტექნიკური ცოტა ორივეშია. ან უნდა ისტორია, მაგრამ აღმოჩნდა რომ რთულია ისტორია. აბარებს გეოგრაფია, ეს გეოგრაფია დაბალი ღობესავით არის ეთყობა, რომ გეოგრაფიის უფრო ადვილად სწავლობენ თუ რა არ ვიცი. ანუ მეც ვიტყვი რომ ანუ ვერ დავასახელებ ასე ანუ ჰუმანიტარული თუ ტექნიკური, იმიტომ რომ ყველა ინდივიდუალური ბავშვები ვართ, ყველა სხვადასხვა აზრი აქვს, მაგრამ მე პირდაპირ ვიტყვი რომ მიადვილდება უფრო ჰუმანიტარული საგნების სწავლა, ვიდრე ტექნიკური, რადგანაც ანუ პირდაპირ ვიძახი რომ ქიმია არ მესმის და ანუ მეც ვაპირებ ჰუმანიტარულ საგნებს გავყავ, ვიდრე ტექნიკურს. ანუ ეს არის ბავშვი დამოკიდებული რისი ანუ რა უყარს უფრო მეტად და რისი ნიჭი უფრო აქვს მას. აი რატომ აღნიშნა რომ არ მესმის ქიმია, ხო? აქ უფრო მეტად ვისვადანაშაულებთ მასწავლებელს რომ არ გვაინტერესებს და იმდენ ემოციას ვერ გამოცემს ამ საგანთან დაკავშირებით რომ ჩვენ იმის სურვილი გაგვიხდეს რომ ვისწავლოთ თუ მოსწავლეების ბრალია იმის გამო რომ უბრალოდ ის ქიმიაა და ჩვენ არ გვსიამოვნებს იმის შესწავლა და ინფორმულების დაბეზე. ნაწილობრივ ეს მასწავლებლის ბრალიც არის, როდესაც აი იცის თავის საგანი არის პროფესიონალი, მაგრამ არ შეუძლია მოსწავლეს გააგებინოს, ეს დაინტერესოს. არის მეორე ფაქტორი მოსწავლეს, როდესაც იძახის რომ ქიმია, მე მაგალითად ვაპირებ გამოვიდეს ჟურნალისტი და რაში მჭირდება ქიმია, რაში გამომადგება ეს მე ჩემ პროფესიაში და მე თქვა მასწავლებლებს პატივს არ ვცემ და მე მის გაკვეთილს არ მოусმენ. აი ეს არის რომ მე ერთი არ მოусმენით, ვერც ვგებლობ, მე ქიმია ისეა რომ ყველაფერი დაწყობილი ერთმანეთს ერთი რამე თუ ჩააგდო მე ვერ გაიგებ. ხო და ეს არის აი მე მაგალითად 161 სკოლაში ძალიან მაგარი მასწავლებელი ვიყავს ნუნუ ცეცაძე, მადლობა მას ამისთვის, რომ მის გაკვეთილს უბრალოდ არ შემიძლია რომ არ მოვუსმინო. ანუ გავაგრძელებთ თემას, მე პირდაპირ ვიძახი კიდევ რომ ქიმიაზე რომ მქონდა ესეთი პრობლემა რომ თავიდან მქონდა ბევრი გაცდენა. შესაბამისად, თავიდან ჩავაგდე რამდენიმე საკითხი, მე რა ვეღარ გავიგე საერთოდ. და ის ფაქტორიც მაქვს რომ საერთოდ არ ვაპირებ ქიმიის განხილვის წასვლას. და აი ანუ ყველაზე დიდი დანაშაული ის არის რომ ჩვენ ეგ არის ზუსტად ანუ ჩვენ ვიძახით რომ ჩვენ არ ვაბარებთ ისეთ ფაკულტეტზე სადაც მაგალითად გვჭირდება ქიმია, ფიზიკა და რატომ შეიძლება ის ვისწავლოთ. აი არც საჭიროა რომ გამომადგება ვალენტობების ცოდნა ცხოვრებაში. ხო, მაგრამ საერთოდ ანუ ხო ჯობია რომ იცოდე ცოტა ყველაფერზე და არა ყველაფერი ერთ რამეზე. ვიციო, მაგრამ საქმეზე რომ მიდგება არაფერი არ იცი. ანუ ერთი რამე როცა იცი, არ შეგიძლია სხვა რამეზე რომ ელაპარაკოს, საერთოდ კომუნიკაციაში სხვებთან დაკავშირებისას დაგეხმარება და პირადად მე აი რაც არ უნდა ძალიან მძულდეს, აქ მარტო ქიმიაზე არ ალაპარაკე, იმიტომ რომ ფიზიკაზეც მასე ვარ, მაგრამ იმდენად კარგი მასწავლებლები მყავს რომ უბრალოდ რომ აი არ შემიძლია, იმიტომ რომ საინტერესოდ ხსნიან ურთიერთობაშიც აი ძალიან გახსნილები არიან და
ქართულის მასწავლებელი ხო საერთოდ აი ყავს რაღაც საოცრება, იმიტომ რომ სულ რაღაცაზე ვდებატობთ, სულ რაღაცაზე მიდის დისკუსია და ყველას ოროსანი არის თუ 1000-ანი არის, ყველანი ერთნაირად ვერთვებით გაკვეთილში. ამის დავიწყებები ალბათ ქართული ანუ ლიტერატურა მით უმეტეს ისეთი საგანი არის რომ ყოველთვის ყველაზე საინტერესო არის და მე პირადად ძალიან მიყვარს ჩემი მასწავლებელი ლიტერატურის ანუ ქართულის და როგორც თქვა ანუ რომ ნაწილობრივ ბავშვის ბრალიც არის ზუსტად იგივე თქვა რატი თავის თავზე მოიყვანა მაგალითი რომ ანუ არაპირებს განხრით წასვლას ბევრი გასცემი ქონდა ვერ გაიგო ეს სასაკურველი ასეთ საგნებში პრობლემას ქმნის და ასე ყურეს მოსწავლის ბრალიც არის, მაგრამ ზოგი მასწავლებელი სამწუხაროდ არ ხსნის გაკვეთილს კარგად და გავგებარი არის და მეც არ სურს. ეს მე ასოს მეორეს ახსნა. მე ამ პრობლემას არ შევხვედრილ ვარ, მაგრამ გამიჩნია შეიძლება მე ავხსენი, მე არ მაგალითად იყავი თუ არა, ვერ გაიგე. კარგი. და თქვენი აზრით, აი რა არის საჭირო იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ სკოლაში დამყარდეს წესრიგი? ეგ ცოტა ძნელი კითხვა არის, მაგრამ მაინც წესრიგი ისეთი წესრიგს თავიდან ბოლომდე ვერ დაამყარებ. ყოველთვის იქნება იქ რაღაც ჩავარდნები, რომ ვიღაც იქნება ძალით კაი ბიჭი, ვიღაცა იქნება ზედმეტად შკოლნიკი, ზოგი წერვა იქნება, ყოველთვის იქნება ეს რაღაცა დანაყოფებით, დაჯგუფებებით და ნუ ყველაფერი ამას თავიდან ბოლომდე ვერ აღმოფხრი. და რაც შეეხება ამ თემას, შეიძლება სკოლაში გატარდეს გარკვეული დაუშვათ აი წესები, რომ შეიძლება იყოს ეს ტანსაცმლის მხრიდანაც ეს სკოლაში რომ რაღაც განსაკუთრებული გაცვია, ყველას გონია რომ შენ ხარ აი რაღაც ძალიან მაღალი და ყველა გეტენება, ასე რომ ვთქვათ. და ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება თუნდაც იმითით რომ შემოვიდეს ფორმები, თქვი შენ წაგან რომ ვერ ჩავიცმევოდა. ჩემი აზრით უნდა იყოს გარკვეული ეს წესებიც და შეღავათებით, რომ ეს ყველაფერი აღმოიფხვრას. კიდევ შეიძლება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის ფაქტორს, რომ ყავს თავისი ეს ლუბიმჩიკები და ზოგს კიდე გამოდმებით ეჩხუბება. ჩვენი მათემატიკის მასწავლებელი ბავშვი ჯერ კლასში არა შემოსული, ყავს ასე უკვე ჩხუბობს კი არა, აი რაღაც ნერვოზი ემართება და კლასიდან ხისკვრით აგდებს. მასწავლებელი მათემატიკის მე მგონი ყოველთვის ეგოც ქართული თქვი რომ ყველაზე მეგობრული მათემატიკის მასწავლებელი ნუ არსებობენ ახლა მასწავლებლები რაღაც ნაწილი რომელიც არის ზანდადებითი ემოციით არსებობს მასწავლებლები რომლებიც უარყოფითი ემოციით არიან თქვენს და დღეს ანუ ფორმაზე როცა მივიდა საკითხი აი ფაქტურად შუაზე იყოფა ჩვენი მოსაზრებები აი როგორც მაგალითად 1000 და შენი ანანასი და შენი რომ ანუ არ უნდა ფორმის ტარება იმიტომ რომ არ უნდა ალბათ ნაწილობრივ არ უნდა იყოს როგორც ყველა არ უნდა მოდი ახლა რომ ვიმსჯელოთ ჩვენთვის რომ ვიმსჯელოთ 21 საუკუნეა ჩვენ ისეთი თაობა ვართ და ისეთი ასაკი გვაქვს ჩვენ ხო აი ეგ არის ჩვენთვის არ არის მისაღები ფორმა სიტყვა ფორმა აი მაგას გეუბნები რომ არასწორად თქვი ეტყობა ჩემი აზრით მისაღები როგორ არ არის კი არის მისაღები ჩავიცვალ დიდი სიამოვნებით მაგრამ უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე ფაქტორი რომ ზოგი ფორმა მე მაგალითად ადრე სხვა სკოლაში დავდიოდი იქ ფორმა იყო რაღაც აუტანები რომ წვანზე ვერ იგუებდი ისეთი ფორმა იყო ან ძალიან ცხელი ან ძალიან ამიტომ უნდა ჩამოყალიბდეს საერთოდ განათლების სისტემაში რომ ერთი ფორმა ეცვას მთელ სკოლას ხო მაგრამ მე როდეს საქართველოში მთელ სკოლებს ხო მაგრამ მე როდესაც არის მაგრამ ანუ როგორც თქვით რომ ზოგი ვერ ეგუება ფორმას არ უნდა ფორმის ჩასმა მაგრამ აი სწორედ ამ ტანსაცმლის გამო და ანუ ტელეფონის და აიფონის და ეხა ექსნაბლის არის ხო რატომ ხდება ეს სოციალური საშუალების გამო დაყოფა და ეს ფორმა სწორედ როგორც უფროსები თვლიან რომ თუ იქნება ფორმა ეს სოციალური დაყოფა აღარ იქნება ხო მაგრამ თუ ჩვენ არ გვინდა ეს ფორმა მე ვთვლი რომ ან როგორც რაღაც გამოსავალი შეიძლება იყოს რომ რაღაც შუალედი ეგო შენ თქვი ზალატაი შეიძინა რომ არ იყოს არც ფორმა მაგრამ ზოგი რაღაც აიკრძალოს ზოგი რაღაცის ჩაცმა და იყოს რაღაც აი შოულებრივი ნორმალური ტანსაცმელი რომელიც ანუ არც ფორმა არ იქნება და არც ისეთი რომ აი ეს დაყოფა მოხდეს რა მაგალითად ბევრ სკოლებში გამიგია რომ თავიდან როდესაც ახალი დირექტორი მიდის თითქოს გრძალავს ყველაფერს მაგრამ საფრთხეში უკვე თითქოს აკრძალულია მაგრამ აღარაფერი არ ეთყობა ამას მე არ ვთვლი რომ ბავშვებმა აუცილებლად უნდა ჩაიცვან ფორმა, რომ არ იყოს დაცემის მომენტები ბრენდებზე. ხო, მაგრამ ეხლა ხო ყველაზე აქტუალური თემაა ბრენდი ჩვენს თაობაში. ყველაზე აქტუალური თემაა, მაგრამ ჩემი აზრით ბავშვებმა იმდენი უნდა შეიგნონ, რომ ადამიანი არ განსხვავონ არამედ ბრენდის მიხედვით ვის რა აცვია, არამედ
მისე შინაგანი ჩვენ უკვე ვეღარ შევიბისთ და მე-11 საუკუნეა ჩვენ გვაქვს წესაკი რომ ეგ ძნელია. რაც შეეხება წესრიგს, არ ვთვლი რომ განათლების სამინისტრომ გაატარა ესეთ რეფორმა მანდატურად მაგალითად, მაგათმა რამდენიმე პრობლემა მოაგონეს, რამდენიმე აქტუალური პრობლემა, მაგალითად ჩხუბები სკოლაში, მაგრამ მე ვთვლი რომ მოდი მაგაზე ვერ დაგეთანხმები, რადგანაც ბოლომდე არ არის ეგ აღმოფხვრილი, დარჩენილია. ბოლომდე მაგას ვეთანხმები რომ როგორიც იყო ისეთი არის ჩვენთანაც ეგ. მე მინდა გითხრათ რომ მანდატურებიც აღარ მყავს საერთოდ სკოლაში და რატო ვერ გავიგეთ ჩვენ შემოგვიყვანეს დაცვის პოლიცია და თითქოს მანდატურები სკოლიდან აი მაგ მანდატურებთან დაკავშირებით ძალიან დიდი აგრესია იყო თავიდან და ეხლაც არის მოსწავლეების მხრიდან რომ ჩვენაც ციხეში ვართ რა დროს კამერა. ხო, ანუ იძახოდნენ რომ ჩვენ ვართ ზონას ციხეში სტენფორდის თუ რა. ყველაფერს მანდატურები ვერ მოაგვარებენ პოლიციას, იმიტომ რომ შეგხვდა ჩვენ ადრას მე-7 კლასში და განმარტება ძველქართულიდან არის ზუსტად პოლიცია. იმიტომ რომ გვაკონტროლებენ, მაგრამ თქვად ვერა. საქმეც იმაში რომ მანდატური მართლა ასრულებს. თითქოს აკონტროლებენ, მაგრამ სინამდვილეში არ აკონტროლებენ ეგეთ რაღაცას. მინდა ახლა სხვა თემაზე გადავიდეთ და თქვენი აზრი მაინტერესებს. თქვენ როგორ ფიქრობთ, სკოლებში უნდა ისწავლებოდეს თუ არა რელიგია? უნდა ისწავლებოდეს ჩემი აზრით, ანუ აუცილებელი საგანია ეს უნდა იცოდე რომ ჩამოყალიბდნენ ნამდვილ ადამიანად, პიროვნებად, რომ შენი ქვეყნის იყოს სასიკეთო ადამიანი და ძალიან აუცილებელია, ჩემი აზრით, ბევრ სხვა საგანზე აუცილებელია რელიგია, რომელსაც დღეს ჩვენ ვსწავლობთ. და რომელ კლასიდან ფიქრობთ, რომ შეიძლება იგი შეისწავლოს? მე-9 კლასიდან ჩემი აზრით, იმიტომ რომ მე-9 კლასში გადავედი წელს და ვთვლი რომ უკვე ვარ მზად რომ შევისწავლო ისეთი საგანი, როგორიცაა რელიგია. მე დავეთანხმები რატის რომ რელიგიის შესწავლა სასურველი იქნებოდა მე-8 მე-9 კლასიდან, როდესაც ბავშვი ყალიბდება მეტნაკლებად და შეუძლია რაღაც დეტალების გაგება და ეს საჭირო საგანი არის. პირველ რიგში უნდა შევისწავლოთ ჩვენი რელიგია და რასაკვირველია შემდეგ სხვა რელიგიასთან გავიგოთ ფუძისეული დეტალები და ყველაფერი უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენ რელიგიაზე, ქრისტიანობაზე და შემდეგ უკვე სხვა რელიგიებსაც რო გავესწროთ და ეგ ზოგადი განათლებით ალბათ აუცილებელი იქნება. ჩემს ვეთანხმები აი ბავშვებს, რადგან ანუ ჩემი აზრით, როდესაც გწამს რაღაც, ის უნდა იცოდე რის იქცემს და არა მარტო რომ მე ქრისტიანი ვარ, მაგრამ ხომ უნდა იცოდე რა არის ქრისტიანობის არსი. და გარდა ამისა, უნდა ძალიან ბევრმა არ იცის რა არის საერთოდ ეკლესია, რელიგია, ამასთან დაკავშირებით. რელიგიის შემოღება სკოლებში საგნად, ჩემი აზრით, ბავშვებს გახდა უფრო მეტად ეკლესიის მიმართ. ხო, ანუ მეც მინდა ეგ თქვა, რომ მე-8 მე-9 კლასი ისეთი ასაკია, რომ როდესაც ბავშვებს ეთქვათ თვითდამკვიდრების სურვილი, გარდატეხის ასაკი, ისინი ერკვევიან თავის თავში თუ რა უნდათ და ჩემი აზრით მისაღები იქნება, რადგან რელიგია მე მგონი და სარწმუნოება დაეხმარება იმაში, თუ გადადგას რაღაც ნაბიჯი, დარწმუნდეს თავის თავში და დაიმყაროს თავისი თავი ამ ცხოვრებაში. ჩემი აზრით ეს კიდევ ბევრ პრობლემასაც მოაგვარებდა ეს სისასტიკის გამოვლინებები, რომ აი მე ვარ მაგალითად მაგარი და ამის დასამტკიცებლად მე ვიჩხუბებ. ჩემი აზრით ეს მეტნაკლებად აღმოიფხვრება ასეთი მენტალიტეტი და ნუ გარკვეულწილად მოგვარდება ეს სისასტიკე თუ რაც შეიძლება ამას რომ დავახვათ სკოლაში ჩხუბები. აი მე პირადად მე-6 კლასში ვიყავ, როდესაც მასწავლებდნენ რელიგიას და უცებ, ანუ წელიც არის, სემესტრიც არ იყო დამთავრებული სასწავლო, როდესაც უცებ აღარ არის და ჩამისვეს მუსიკა რელიგიის მიერ. მე დღემდეც ვერ ხვდები რატო ამოიღეს სწავლებიდან. ნუ იმის მერე აღარცად გამიგონია რომ რომელიმე სკოლაში ისწავლება. არც მე არ გამიგია რომ რელიგია სადმე შეიძლება სკოლაში მომივიდეს ინციდენტი სხვა ბიჭთან და ჩემი აზრით მანდატურზე უკეთ რელიგიის პედაგოგი გამელაპარაკება უფრო მეტად შევიგნებ და ანუ უფრო მეტად გაგვაშველებს იმ საკითხში რაც არ უნდა მოხდეს. აი ბავშვებო გადავედით ახლა ნამდვილად ჩვენ სკოლა გომართოს სკოლა და ნუ ერთ-ერთ საკითხად რელიგია შევეხეთ. ბევრი აღარ გვინდა ამაზე ვილაპარაკებაში, ამაზე განსხვავდა რომ ზედი განაცემებს სხვა როგორი უცხო. თამე ღონისძიებებზე არ ვილაპარაკიათ, ხო? როგორც აი ღონისძიებებს ვინ მართავს სკოლაში, ვინ არავინ, მასლა არავინ. და აი ვინ უნდა მართავდეს? გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები. კარნავალები და რაღაცები რო ხო? ამაზე ვილაპარაკო და ერთი ხუთი და თითქმის 25 წუთი შეიმსო ჩვენი გადაცემა. აი გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები და ასე კითხო. ხო, დავსვა. დავწყო.
ხო, რამე კითხვად მოიკითხეს. ხო, ну თქვენი აზრით სკოლაში ვინ უნდა მართავდეს გასართობ ღონისძიებებს, ანუ ბავშვების წასახალისებლად, როგორც არის კარნავალი, რაღაცა აქციები, მაგალითად დავეხმაროთ მოზარდებს, უპატრონო ბავშვთა სახლს, რაღაც შევსწიროთ და აუკრიბოთ სკოლაში ჰუმანიტარული დახმარებები, ტანსაცმელი სათამაშო, რაც დღევანდელ პატარებს აკლიათ. ვინ უნდა აკეთებდეს ამ ყველაფერს და ვინ უნდა იყოს თავი და თავი ამ ყველაფრის? ჩემი აზრით ეს დირექციიდანაც უნდა მოდიოდეს, მაგრამ თუ მოსწავლეებში ამის მოთხოვნა არ არის, მარტო დირექციამ რომ გააკეთოს ეგრე, თუ მსურველი არ იყო და არ შეიკრიბა, ასე ვთქვათ, კოლექტივი, მაშინ არც აზრი არ ექნება. ეს ეხლა ჩვენი თავი იმდენად არის კომპიუტერის თამაშებზე თუ გარეთ გომბაზე და გადართული, რომ ხელოვნება იქნება თუ რამე აქცია, აღარ აინტერესებს და აი ოღონდ სკოლა დაამთავრა და მოშორდნენ აქაურებას. იმაზე არ ფიქრობენ, ეს სკოლაში ყოფნის დღეები ცოტა გაიხალისონ, იგივე იქნება სპექტაკლი, იქნება თეატრი, აი, მაგაზე არ ფიქრობენ. მე პირადად ძალიან მინდოდა თან ახლა მე თეატრალურში დავდივარ და მინდოდა რომ რაღაც იქნება სკოლაშიც შევიდეს ეს რომ სპექტაკლი გაკეთდეს რამე, თუნდაც პრიმიტიულ რაღაც. მე დავეთანხმები ანანოს რომ მოთხოვნა არ არის ბავშვებს. ხო, ანუ არის ბავშვების ნაწილი, რომელიც ეგრე იქცევა, თუმცა არის ისეთიც, რომელსაც ეს ყველაფერი აინტერესებს. ანუ ეს უნდა მოდიოდეს დირექტორიდან და დირექციიდან, შემდეგ დამრიგებელზე გადმოდის და ეს ამ ინფორმაცია ამ შესახებ ჩვენს რომ მოგვაწოდონ. შემდეგ ეს უნდა იყოს მარტო ბავშვის სურვილით, ამას ვერავინ ვერ დაგაზარალებს, რომ თუ გინდა თუ არა უნდა მიიღო მონაწილეობა კარნავალში, იმიტომ რომ მე რაღაც თავის ეშხს, ასე ვთქვათ, ეს კარგავს, იმიტომ რომ შენ ამას გაძალებ, შენ ამას კეთებ ძალიან შენ როლს სწავლობ და ეს თარბა. უბრალოდ უნდა გაინტერესებდეთ, უნდა იყოს ისეთი პიროვნება სკოლაში, ვინც მართლა დაგაინტერესებთ და მოგანდომებთ ამ ყველაფერს. შენ კითხვაზე პასუხ, ჩემი აზრით, ყოველ სკოლაში უნდა იყოს თვითმმართველობა. ჩემს სკოლაში არის და ჩემს სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე ვარ, ასე რომ ძალიან კარგად ყავს მაგხური წაყვანილი ჩემს ძალიან კარგად მუშაობს, ანუ ჩემს სკოლაში მე ვარ კმაყოფილი, არ ვარ რომ ტარდება ყოველ წელს კლასებში საპრეზიდენტო არჩევნები, ვირჩევთ ჩვენ, ანუ ჩვენთვის ასურველ თანაკლასელს, რომელიც ანუ ჩვენს მოთხოვნებს გააცნობს სხვა ბავშვებს და შემდეგ ისინი დირექციას, ძალიან კარგად მუშაობს ჩვენ სკოლაში ეს სისტემა და რა ვიცი, ანუ ერთხელ ანუ ბავშვებს ქონა ბიჭებს მოთხოვნა რომ ჩატარებულიყო საფეხბურთო ჩემპიონატი მე-9 კლასებს ტარდება სკოლებში მე-9 კლასებს შორის სკოლაში ჩაატარეს ბავშვებმა კარგად მიიღეს ჩვენმა პრეზიდენტმა აცნობა შემდგენელს დირექციას როგორც ხდება ყოველ როგორც ხდება ჩამეტარეს და ყველა კმაყოფილები დაურჩით მაგრამ ანუ ამას არ შეიძლება რომ თვითმმართველობა დაერქვას, იმიტომ რომ ჩვენთან ავიჩეთ პრეზიდენტი კლასის, მაგრამ ერთადერთხელ დაიბარეს მარტო ისიც რაზე არ ვიცით, თვითონაც რაზე ვიყავიო იქ ჩემმა კლასმა საერთოდ რაზე ვლაპარაკობდით არ მესმოდა, იმიტომ რომ რაღაც სისულელე იყო. ანუ უნდა დამყარდეს სკოლებში თვითმმართველობა. აი უკვე დირექციის და შენ სკოლის დირექციის პროგრამა. მოწესრიგდება, ეგ ძალიან სახერხებელი იქნება. მე წეხლა მოსხენ რომ ჩვენ უნდა გაგვასწროს დამრიგებელმა ასევე შეიძლება ჩვენ ინფორმაცია ამ კარნავალზე თუ რაღაც ღონისძიებაზე შეიძლება ჩვენ გაგვაცნოს ჩვენმა თვითმმართველობის რომელიმე წევრმა პრეზიდენტმა. ამის პრობლემა ეს არის. თქვენი აზრი მაინტერესებს და ამით დავასრულოთ. თქვენ თუ აი გექნებათ იმის საშუალება და რა თქმა უნდა გაქვთ ახლა ჩვენი ტელევიზიის მეშვეობით. რა რჩევას მიცემდით მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებსა და განათლების სამინისტროს, რომ ჩვენი განათლების სისტემა დამყარდეს კარგისაკენ და სრულფასოვანი ხალხი გავხდეთ იმისა, რომ ჩვენთან საქართველოში სწავლის დონე არის მაღალი. მე ვიტყვი წამი ეს არის დამოკიდებულება შეეხება ეს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის რომ ერთადერთი მე რასაც შევასწორებდი ეს არის რომ არის გარკვეული რაღაც შესწორებების მომენტი და ერთადერთი რასაც აი ყველაზე მეტად ბავშვებში რაც გვაღეზიანებს ეს არის რომ მოგმართავენ რაღაც დავუშვათ რაღაც ბაღის ბავშვებს რომ აი ეს ასე არის და თუ მიხვდით და აბა მოდი გავიმეოროთ ანუ შენ ითხოვ იმას რომ მასწავლებლებმა რაღაც უფრო დიდად ანუ ვინც დიდები არიან კი მაგრამ პატარა ბავშვებთან შეიძლება კიდე გაჭრას, მაგრამ იმათაც აღეზიანებთ უკვე. ჩემი ძმა არის მე-5 კლასში და ისიც ამბობს, რომ დავიტანჯე უკვე ეს ბაღის ბავშვებით რომ ელაპარაკებს. მე ციცავს რომ ყოველთვის უნდა იყოს დამყარებული რომ ის პატარა, ჯერ მე-5 კლასელი ხო პატარა მან ხომ არის ჯერ რა უნდა პატარასაც არა მთლად პატარა არა, მაგრამ მასწავლებელმა და დამრიგებელმა კერძოდ ისეთი ენა უნდა გამონახოს მასთან, რომ მან არ გამოიწვიოს აგრესია ამ ყველაფერთან შედარებით, ხო? პატარას უნდა მოიქცა პატარა საშუალო და დიდ ყველაფერი კარგად ხდება ამის შემდეგ. განათლების სამინისტროს თუნდაც დირექციამ უნდა შემოიტანოს სიახლეები.
სწავლის მეთოდში. ანუ მე მქონია ეგეთი შემთხვევა, რომ ყველა გაკვეთილი ხა ერთი და იგივე დამეთანხმებით მოსაბეზრებელია და ანუ მქონია ეგეთი შემთხვევა, რომ მასწავლებელმა შემოიდანა თქვა რაღაც სურათი ქართულში და აღწერეთ. ვიყავ მე-7 კლასში და სიამოვნებით აღწერე ეს სურათი, კარგად ჩაიარა გაკვეთილმა, მაგის თქმა მინდა რომ რაც უფრო მეტ სიახლე შემოიტანს დირექცია განათლების ხრივ, მით უკეთესი და მით უკეთესი დონე იქნება სკოლებში სასწავლებლად. რაღაცას დავამატებ აქ ხო მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის დამოკიდებ ამას განათლების სამინისტრო ვისაც ჩვენ გვინდა რომ რჩევა მივცეთ ვერ განსაზღვროს. ეხა მინისტრი ვერ დავილის ამ ყოველდღე სკოლებს და ვერ დააკვირდება მასწავლებლებს როგორ ექცევიან. არა, მაგრამ ხო არსებობს, ხო შეიძლება ერთიანი რაღაცა ჯგუფი შეიქმნას სკოლებისა, რომ ჩამოყალიბდეს ერთიანი აზრი სკოლების დირექტორების მიმართ და თქვათ რომ აი ჩვენ გვინდა აი რაღაც ეს უბრალოდ ეგაა რომ დირექტორებსა და მასწავლებლებს ეხება ეგ და არა განათლების მინისტრს. რაც შეეხება სიახლეებს, უნდა იყოს რა თქმა უნდა, მაგრამ აი მე რო წელს ვიცი რომ მომავალ წელს 4 გამოცდას ვაბარებ თუ 8-ს და უცებ რომ მეთქვენ შენ 10 გამოცდას აბარებ და ეგ უკვე მიუღებელია შევს. ამას ვთქვი რომ დირექციამ უნდა გაატაროს ეს რეფორმები პირველ რიგში ვიდრე სამინისტრო. შესაბამისად, ანუ მთელი ჩვენი დღევანდელი გადაცემა არის როგორ მართოთ სკოლა? შევა და როგორ რა უნდა შეიცვალოს და როგორ მართოთ სკოლა. მადლობა ბავშვებო მბრძანებისთვის, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. მადლობთ.